დაბაში მალე 200.000-მდე ძირი ენერგიის გამოყვანა მოხდება და შემდგომ ნახანძრალ ტერიტორიაზე დაირღვება. აღნიშნულ პროცესში წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულები. გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სადღეო სააგენტო 2008 წლის ომის დროს ბორჯომში გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესს აგრძელებს. ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის საშუალებით ვახორციელებთ ერთ-ერთ პროექტს, რომელსაც ქვია ნორჩი მეტყობა. ჩვენ გავიარეთ 4 თეორიული კურსი, როგორც შევქმნათ სანერგე და ახლა უკვე გავდივართ 4 პრაქტიკულ კურსს. ეს არის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული კურსი და ჩვენ უკვე როგორც ხედავთ, აი აქ გვაქვს სხვადასხვა თესლებს. რის შედეგადაც უკვე ამოვა ეს ნერგები და შემდეგ გადავდგავთ უკვე დამწვარ ტყეში. მოწყობილი არის სანერგე, რაშიც გაეროს განვითარების ფონდი დაგვეხმარა და ავსტრიის მთავრობა და დაახლოებით 200.000 ძირი ენერგია იქნება ამ სანერგიდან, ასე ვთქვათ, მიღებული. ტყის ჯიშები არის როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი. ჯიჭვიც, ნაძვის, აზნიხეჭყალი და მუხა და ასე შემდეგ. დაგეგმილი გვაქვს კიდე დაახლოებით 100 ჰექტარამდე ვაღვადგინოთ და აი აქ რასაც უყურებთ, ეხლა გარშემო ეს ნაწილი აღდგენილია და ნაწილს მივყვებით რომ აღვადგინოთ. გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესში ასევე აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივები. რთული ფერდობების მიუხედავად ისინი თითქმის ყოველდღიურად რგავენ ენერგებს და ზრუნავენ გარემოს დაცვაზე. იმდენად ფერდობებზე ახლა დარგა ტანა ენერგი რთულია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ სოფელი, რომ ჯერ სოფლის თვინ არის კარგი გამწვანდება და მე მთლიანად საქართველოს თვინაც კარგია, რომ ეს გადამწვარი ხეთე აღდგება და ისევ გამწვანდება. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის ფართობი გადაიწვა. აქედან 250 ჰექტარი ტყის მასივი დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად განადგურდა. 2010 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამისა და ფინეთის მთავრობის ერთობლივი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 ჰექტარზე მოხდა სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგების დარგვა. აღდგენითი სამუშაოები ამჟამად დარჩენილ მონაკვეთებზე გრძელდება.